დავბრუნდით ეთერში და ძალიან აქტუალური თემით. მუსიკალური, მაგრამ იმდენად აქტუალური, რომ გუშინ დათო ტურაშვილმაც კი ილაპარაკა ამ თემაზე. და მე უკვე აბსოლუტურად სხვა მხრივ მინდა გავაშუქო, მინდა წარმოგიდგინოთ ეკა ახობაძე, რომელიც არის იდეის ავტორი და რედაქტორი ამ კრებულის. ეს კრებული არის თანამედროვე საფორტეპიანო მუსიკა, რომელიც ავტორებიც არიან გერმანელი და ქართველი ქალები. და აი ამ ყველაფერს, აი ამ არაჩვეულებრივ ლამაზმა გოგომ ითავა და კულტურის სამინისტრო დაუდგა გვერდში და შეიქმნა ეს კრებული და როცა კასრაძე ყავს პიანისტი ძალიან კარგი, რომელმაც ეს მოიყვანა სისრულეში და ერთ-ერთი კომპოზიტორის ნაწარმოებს დღეს შეგვისრულებთ. ეკა მოყევი ხა რამდენად სწრაფად, რამდენად კარგად გამოგივიდა და კმაყოფილი ხარ თუ არა? პირველ რიგში მოგესალმებით, მიესალმები მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმოთ დრო, რომ აი ეს ცოტა რამ ვისაუბრო ამ პროექტის შესახებ. როგორც ხედავთ, ეს არის სანოტო კრებული. დავარქვეს 12-12, იმიტომ რომ შესულია 12 ქართველი და 12 გერმანელი ქალი კომპოზიტორების თანამედროვე საფორტეპიანო ნაწარმოებები. და თან ერთვის აი ეს ორი აუდიო დისკი, სადაც თქვენ შეგიძლიათ რომ აი ამ ნაწარმოების რაც შესულია, ყველა მოისმინოთ და ეს ყველა 24 ნაწარმოები შეასრულა ქართველმა სახელოვნმა და საამაყო პიანისტებმა. ესე იგი, რატომ ქალი კომპოზიტორებია ხშირად მეკითხებია, ძალიან ხშირად მეკითხებიან ამას, მაგრამ თან მარტივად შემიძლია ასე პასუხი გავცე, რომ ქალის ბუნებიდან გამომდინარე, მაინც სხვა მუსიკას ქმნის, აი სიფცითი აღქმა სხვა აქვს კომპოზიციურ ტექნიკაში, ეს დინამიკა, ეს რაღაცა მუხტი და ამიტომ რაღაცა მოვიძახე ერთი გუბაიდულინა ეყოფა თანამედროვე მუსიკას ნამდვილად. ესე იგი ქალში არის ეს თანამედროვეობის შეგრძნება ძალიან და კარგი სკოლა გვაქვს საკმაოდ საკომპოზიტორო და მე მინდა პირველ რიგში შევყვე იმ პრობლემატიკას, რომელიც სანტო გამოცემას ეხება. აი სანტო გამოცემის კულტურა საქართველოში აი ბოლო დროს საერთოდ აღარ არსებობს, ფაქტიურად მოკვდა. და აი ეს თანამედროვე კი არა, კლასიკოსი კომპოზიტორების ნოტებიც აღარ გამოიცემეთ, აი ხა ამის ფონზე ესეთი პირველი ნაბიჯები გადავდგით და ამიტომ ყველანი საქართველოში დაიბეჭდა და აი ძალიან რისკ ფაქტორებთან იყო დაკავშირებული, იმიტომ რომ უბრალოდ არ ვიცოდით როგორ დაიბეჭდებოდა, როგორ აიკინძებოდა ეს კონცეფცია, რომელიც იდეას თან ახლდა, ის სწორი მიმართულებით წავიდა რედაქტორიც ხარ ამის. რედაქტორიც ვარ და იდეის ავტორი და ორგანიზატორიც და რაღაცა ყველაფერი ჩამდგმელი. მე ძალიან მიხარია, რომ კულტურის სამინისტრომ აიტაცა ეს თემა, იმიტომ რომ ეს არის საშვილიშვილო საქმე. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და უნდა დაუთმოს სამინისტრომ ესეთ რაღაცებს აუცილებლად თავისი დრო, რესურსი, ფინანსი, ყველაფერი. მე პირადად ძალიან დიდი მადლობას ვუხდი კულტურის სამინისტროს, რომ არა მათი თანადგომა ნამდვილად ვერ გამოვწედით ამ მნიშვნელოვან კრებულს და პირადად ხათუნა ხუნტაძეს, რომელმაც აი ძალიან ადამიანურად მოგვიდგა, მოგვისმინა, იფიქრა ამაზე და ძალიან ხარში დაგვიდგა და ესე შედგა ამ პროექტის. ძალიან მიხარია. მითხარი დღეს თქვენ ვის ნაწარმოებს შეასრულებთ? მიცა, თუ დღეს შევასრულებთ ნესტან ბაგრატიონ დავითაშვილის იმპროვიზაციას. ნესტანი გახლავთ გერმანიაში მცხოვრები ქართველი კომპოზიტორი და პიანისტი ამავდროულად. ძალიან მეამაყება, რომ ჩემი მეგობრის ნაწარმოების შესრულება დამევალა საქმიანად და ამას მითხარი რთულია შესრულება თანამედროვე მუსიკის. დიახ, რასაკვირველია, რთულია, სხვა ენა არის, სხვა ტექნიკური მონაცემით ალბათ. დიახ, კომუნიკაცია მყარდება სხვა საშუალებებით, გამოსახული საშუალებები ფართოვდება, მეორეს მხრივ რაღაცნაირად უნდა მივაწოდოთ ისე მსმენელს, რომ პოპულარული გახდეს და მაინც ვიტყვი რომ რთულია პოპულარი. ევროპაში სპეციფიკური თავისებური აღქმა ჭირდება და ესე მარტივად ასე ვთქვათ აღდება ამისი. მაგრამ ვიღაცამ უნდა დაიწყოს ამის პოპულარიზაცია, იმიტომ რომ 21 საუკუნე. დიდი მადლობა თქვენ რომ არა რას მაგიტომ არ ვამბობ, მაგრამ მთელი მსოფლიო ასე ვთქვათ ქმნის ძალიან ბევრ რამეს თანამედროვე მუსიკაში და ჩვენ რაღაცა თითქოს სულ არ ჩანვართ ამ ასპარეზზე. ისიც რომ საერთაშორისოა ეს და გერმანელი და ქართველები არიან, ისიც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს გაქვს კონცერტი.
დღეს არის 6 საათზე კონსერვატორიის მცირე დარბაზში პრეზენტაცია ამ კრებულის და ყველა ნაწარმოები შესრულდება. ნუ შენ ბევრი შეასრულე აქედან? მე 4 შევასრულე, 2 გერმანელი, ძალიან საინტერესო. და კიდევ ვინ მუსიკოსები იღებენ? ნინო ჟვანია, ესეთიც ერთ-ერთი პიონერია ნამდვილად თანამედროვე მუსიკის, ეთერ ბუხრაშვილი ახალგაზრდა პიანისტი ძალიან საინტერესოდ უკრავს თამარ ჟვანია და ნინო მაისურიძე. ეს 5 პიანისტი ასრულებს 24 ნაწარმოებს, რომელიც ჩავწერეთ კონსერვატორიის ეს რამდენად რა სირთულეებთან გთხოვთ. პირველ რიგში მარინა შემახვედრეო წიგნი და მე მოვიტოვე ეს საზეიმო ვითარებაში გადმოგცე და თქვენ კიდე მოსაწვევებს გიტოვებთ თუ ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მეამაყება მე რომ ეს მექნება სახში და დავჭდები ღამე და ამას ესე უკვე სხვანაირად გადავხედა. გთხოვთ. შენ გადაუფრკე მე მგონი. კაია და ახალგაზრდები რო აკეთებენ ამას. აი ძალიან მომწონს.
დაბრუნდით გოგოებო ძალიან დიდი მადლობა დაბრძანდით იცი რა გამებადა რა აზრიო და მაინც ეთყობა რომ ქალის დაწერილია ეთყობა იმიტომ რომ კაცი ამას ბევრად უფრო უხეშად აგრესიულად რომანტიზმი მაინც იგრძნობა ეს კარგია რა გეგმები გაკიდე პირველ რიგში ამ პროექტის მიზანი არის რა ესე იგი ეს კრებული ვრცელდება გერმანიის სხვადასხვა ქალაქების წამყვან მუსიკალურ სკოლებში და ასევე საქართველოში ესე იგი რა ხდება ყოვრივი ზღვარია ამ ქალაქში ესე ჩვენ ქართველ კომპოზიტორებში იცი დავიწყეთ ნათელასვანიძით რომელიც 60-იან წლებში ეს არის ესეთი ალბატონი რომელიც არის ამდენი ბარიერების შემდეგ რომ კიდე მისი მუსიკა არის აქტუალური სიმბოლურად დავიწყეთ ნათელასვანიძის შემდეგ მარინა ადამია და ჩამოვიდა ორი ახალგაზრდა კომპოზიტორი შემოვიყვანე ძალიან საინტერესო და ძალიან ნიჭიერება და უცხოეთში მოღვაწეები უცხოეთში ძირითადად და ძალიან ასაკობრივი არ არის ასაკობრივი ესე შერეული კი და ძალიან საინტერესო ნაწარმოები მოგვაწოდეს და აი ამას ვამბობ რომ აი პროექტის მიზანი ეს არის ესე იგი ქართულ კომპოზიტორებს გაიცნობენ გერმანიაში და რა თქმა უნდა და ესე იგი წარმოიდგინეთ უცხო სტუდენტი რომელიც აიღებს ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებს შეიტანს თავის საშემსრულებლო ის დადის შემდეგ ტურნეებში გასვლები აქვს თელ ევროპის მასშტაბში და ძალიან დიდი მადლობა გოგოებო თქვენ მადლობა და ასე საქმეს ემსახურებით არ გაჩნდეთ და ჩვენ კი გემშვიდობებით ხვალამდე ნახვამდის